Hi, ხალხო, დილა მშვიდობის, მოგესალმებით, გაგანია შაბათ დღეს. მოკლედ, მივდივარ ძალიან მალე საგალენტერეოში და ასევე მერე თუ ნერვი მეყო და უნდა მეყოს ყველა ვარიანტში მივდივარ იმაში, რა ქვია, ჯედავა ქვია, სამგორშიც. რომ უკვე მატერიები მანდ ვიყიდო და დანარჩენ საგალენტერეოში უნდა ვიყიდო. ალბათ მანდ არ ვიცი რას ვიყიდი და რაოდენობას არაფერი არ ვიცი, უნდა მივიდე ჯერ. ანუ სილიკონის თოფი რომ მინდა, ისეთი როგორც მინდა მანდარი და უნდა მივიდე. მანდ ღირდა 6 ლარი და გონი საბურთალოზე ვიკითხე 15 თუ რაღაც ღირდა, არ ვიცი, ძალიან ძვირი ღირდა, მოკლედ. ამიტომ მიჩინე ბარემ წავიდე და მანდ ვიყიდო. ამიტომ ჯერ უნდა დავლიოთ ყავა. ხო და ყავა მოვადუღე უკვე. თან ყავას ვადუღებ და თან დოდონას ბლოგისთვის ჩავწერე ვიდეო. ჩემს არაქტიურობას დაეწყო, მოკლედ YouTube-ს. მაგრამ რა გავაკეთო? რა გავაკეთო? ისე მიყვარს ხალხო ეს სივრცე, ნუ გარდა ამისა რომ არაზღაურება მაქვს და თავისთავად ეგ სხვა საკითხია. ისე მიყვარს აი ეს კომუნიკაცია და ისე მომწონს, რომ ვიძახი რომ ნეტა ის წლები სად ვიყავი თქო, მაგრამ ნუ იმ წლებში სხვა პრიორიტეტები მქონდა, სხვა რაღაცები მქონდა და ეხლა შესაბამისად ხო. კარგი, წავიდე დავლიოთ ყავა. ესე და რომელიც მაცივად არის ჩემი დედიკოს ნაჩუქარი. აი, სად უნდა წავიდე? იქნება სამსახური, იქნება მასტერკლასი თუ ნებისმიერ ადგილას. ყველგან მეუბნებიან, რომ ვაუ, რანაირი ლამაზია, რანაირი განსხვავებულია და მოკლედ ვეძებ მსგავსედაც, თუნდაც სხვა ფერებში, ცოტა სხვა ფერებშიც იყოს არა უშავს. ვეძებ, ძალიან გთხოვთ, კარგად დავაკვირდეთ. ვეძებ გამწარებული ამდაგვარ სტილის ზედას. წავიდე დავლიოთ ყავა და მოგიყვებით რა დამემართა. მე საერთოდ ძალიან ისეთი ადამიანი ვარ. თვეში ერთხელ ხო რაღაც უნდა დამემართოს ხო და მოგიყვებით. როგორც ხედავთ, აქ წიწიბურად თავს იკლავს. მარიკო. მოკლედ, ჩემ მეუღლე, რო დამძევს პატივს, რომ გადაახოხიალოს ეს რაღაცები, მოკლედ, საგარდერობო ოთახში, მე იმის საშუალებაც გვექნება, რომ აი იმ შიგნით პაწაწუნა, აი ტუკ აემხელა კუბიკში ჩავჯდეთ და მივირთვათ ყავა. მაგისათვის მაგიდა უნდა ვიყიდო, მაგრამ ამ თვეში რაღაცა ამ თვეში სხვა გეგმებიც მქონდა, მაგრამ ვერ გამოდის, იმიტომ რომ ხელფასი სრულად არ ავიღე, რადგან რამდენიმე დღე დავისვენე, ამიტომ ძალიან დამეტყო ამ თვის გეგმებში. არა უშავს კაცო, სხვა თვეც ხომ მოვა. ეს პონჩიკი ვიყიდე გუშინ, არ ვიცი როგორია. ჩემი ქმარი გიждდება პონჩიკებზე და ვუყიდე და ერთ გავსინჯო როგორ. ცუდი არ არის. უბრალოდ ფიქრობ, ოდნავ ცოტა კრემი აქვს. ხომეცაც აიტანდა. ჩემ შულს სულ ვეხვეწებოდი, რომ ეს გომ მივირთვი გემრიელია თქო და არაო და ახლა გავასინჯი და გადაირია. ეს მოიწონა გადაირია. ხოდის მოუნებოდი. გუშინდე. გავმართვე? ხოდის მოუნებოდია. მოკლედ, მარიკო ახლა თქვენ მოგიყვებათ. ლექს. ჩვენ დავისწავლეთ ბაღში. ერთი წუთი? გამარჯობა. შეგიძლია დაიწყოდე. ანაბანა, სიხარმა ამიტანა. ჩემი ქვეყნის სიყვარული სადღაღარ წავიყვანე. თაში ჩანჩქერები ვნახე, ბაშია ვარდის წანა, ეს პატარა საქართველო რა ყოფილა ამისთან. ვაიმე,
ვაიმე, დედა გიждდება შენზე, დე, გიждდება შენზე. დიდი საყურები არ გავუხრიტეთ? და იმ დღეს ხო გეტკინა, დედი, რო გაიკეთე და ცოტა შეგიხორცდეს კარგად და მერე გავიკეთოთ, კარგი? ეს დიდია, მერე მრგვალია. ხო, დედიკო. მრგვალია შვილო. მერე დედიკო, რატო ტვირი? მე გითხარი არის ესეთი რომ არის. კი, ვიცი, დედი, მაშინ რო გავაკეთეთ, ხო ცოტა გეტკინა, ცოტა დაველოდოთ კიდე და მერე გავიკეთოთ. ეს არ არის მრგვალი, ეს ცოტა მრგვალია. აბა რომელი მრგვალი გიყიდო, არ ინერვიულო მითხარი. არა, უკვე სალონში ვიყიდეთ და ვაიმე მიშვილეთ. თურმე უნდა რომ უბრალოდ გაჩვენოთ და მაგიტო ნერვიულობს და მე მეგონა გაკეთება უნდა. მოიცა მოგიტანთ. ეხლა ვაჩვენოთ ჩვენ შენაჩვენე ოღონდ დედიკო. მამიკომ რო გაჩუქა. აბა ჩვენე დედიკო. და უთხარი რა ფერებიც არის, ხო? ეს გინდოდა, ხო საყვარელო? ეს გინდოდა? ეს საყურე გინდოდა გეჩვენებინა? მარიკო. ხო და ეს არ გავუხრიტე და მე გავუნებოდი. კაი, დედი, არა უშავს, ესენი ხო გაიხვრიტე, მერე რა განერვიულებს. აჩვენე, დე? რა ლამაზებია, აჩვენე, საყვარელო. ვაიმე, დედიკოსი. ეგენი ელაგა, დე? ეს ელაგა საყვარელო. ხო ლამაზია, კარგად. ხო. განავარჩიე, მე მეგონა დავარჩიე. ყოჯა, აი მართლა ხალხო არის ულამაზესი. აქ ხა არ ჩას ისეთი ის არის, მაგრამ იცოდეთ რომ ულამაზესია ბატონო. შენ გინდა შენ რომ გაიხრიტ აი ასეთი საყურეები? მინდა და მერე რო იმუშავებ და ხელფას აიღებ, დედიკოს უყიდე დაბადების დღეზე. ხო? აი. მოდი ჩავყაროთ რომ არ დაგვეკარგოს, კარგი საყვარელო. დამეკარგება გაუგიშდები. ესე იგი, მე უნდა გაჩვენოთ დედა მაჩუქა მარიკოს. რო დაიბადა მაშინ, მოიცადეთ ერთი წუთით რა ლამაზია, მინდა რომ გაჩვენოთ, აურას გამოედო, მოიცადეთ იქონა. ერთი წუთი საყვარელო, ჩემი ჯურის რგოლი გამოგვედო, მაშინ რა ქვია. კაი, ესე იგი, დედამ საბერძნეთიდან გამოუგზავნა აი ეს ხო ცოტა მოგვეღუნა ბოდიშის გიხდით. ეს არის იდეაში ბროში, რომელიც უკეთიათ ხოლმე ბავშვის საწოლზე, ასევე ეტლზე უმაგრებენ ხოლმე, აი ძალიან კარგი თვალის დამცავია, ესე ვთქვათ, ესე აღიქვამენ ნიკოლე შემთხვევაში ერთი წუთით გავაჩეროთ ფოკუსი. ხა ჩვენ გვინდა ფოკუსის გაჩერება, ნახეთ უბრალოდ რა ლამაზი, არ ვიცი როგორ ჩანს ახლა თქვენთან. მე მგონი რომ კარგად ჩანს. ძალიან ლამაზია, ძალიან საყვარელია. ხო და გამოუგზავნა რომ დაიბადა ჩვენი გოგო. სამი დრო ვიყავი? რო დაიბადა დედიკო. სამი დრო ვიყავი? ერთი დღის რო იყავიდე. ერთი დღის. არ მიყვარს ოქროულის მიყრა, კარგად მაქვს დაცდილი რაებიც იმართება, ამიტომ მოდი დავშევინახავ. კიდე მინდა ერთი ყასაბამი გაჩვენოთ, რომელიც ჩაომიტანეს დედამ არა, როგორ რაღაცა ფერებში ვართ, ფერთა გამაში ვართ. ნახოთ შიგნით როგორია. აი ესეთი სტილის ყასაბამია, ძალიან მომწონს. აუცილებლად გავიკეთებ. ნახეთ. ეს ტყესება. ეს ძალიან მომწონს. შუქზე მეტად დაგანახებთ კიდევ აუცილებლად. აუ ფოკუს რატო არ ასწორებ კაცო, რატომ ტანჯავ ხოლმე? ვიდებით შუქზე დაგანახებთ. კარგად არ ჩანს. ეს გახლავთ იტალიიდან ჩამოტანილი.
სხვათა შორის ამასაც ძალიან მოუხდება. უბრალოდ ეს იმდენად გადაჭრთულია ისედაც ხო ამაზე არ გავიკეთებ, თუმცა რამე რო იყოს ამასაც ძალიან მოხდება. ჩვენი მადე იტალია ასე რომ დიდი მადლობა. მოკლედ ვართ ეზოში. ჩემი აბლაბუდობის ამბავი უნდა მოგიყვეთ. ეზოში ვართ სამსახურში. ბავშვები ყავს გაყვანილი გარეთ. არ ვიცი როგორ შევძელი. მე ისედაც ძალიან მარტივად შემიძლია ეგ და ამიტომ დიდად შეიძლება არ დაჭირვებია, მაგრამ ბავშვები არ მიცვალია. ეზოში ხო ის რბილი საფარია და ახაც პატარა მონაკვეთზე სპეციალური ქეჩები რო არის, ლურჯი, მწვანე, მე ხო ფერებს ვერ ვარჩევ, ანუ რომელიღაც არის მოკლედ. წინა დღების ნაწვიმი იყო და ეთყობა ცოტა სველი იყო და ჩემი ბოტასი ისეთია, რომ ძალიან მარტივად სრიალებს სამსახურში ასაცმელი ბოტასი და მოკლედ გავქანდი იქით მხარეს. არ ვიცი რაც უნდა ამეღო თუ მოკლედ და გამისრიალდა ხალხო ფეხი და ვერ შევიკავე თავი, აი ქუსლი გამისრიალდა და ანუ წონასწორობა ვეღარ დავიცავი, მათი უსქელესი დუტი და ანუ მოკლედ. და ფეხი მომყვა აი ასე. ზუსტად ასე მეგდო ფეხი და აი ესე გადავარდი. კაცრავად. მომეხუნდა ფეხი გადავარდი უკან. ერთი რაც მოახერხა ისე რომ ცოტა ხელი მივაშველე რომ მეთქი აი როგორ გინდა თქვა რომ იმაზე რა ქვია საფარზე მოიტეხე კისერი რა ეგეც ხო არის არა სად მოიტეხავ ხო და გავგორდი გადაცვალეთ ტალახში ანუ აიზეზა უკვე ტალახში რადგან სველი იყო რა თქმა უნდა უკვე ტალახად იყო ქცეული მე რო გაგორდები ნუ ვიშველეთ თქო მეკონა რა მოვიტეხე ფეხი შემეშინებ რომ აი ესე მქონა მოხრეცილი ორმა ადამიანმა ამაყენა ხენეს ფეხზე და ბოტასი სუტალახი ბოტას ვინ დაეძებს ბოტასი ტალახიანი რა თქმა უნდა გავანალიზე რომ შარულის ტოტი და ის უეჭველი ტალახიანი იქნება. ავედი სამსახურში შენობაში ხოხვით მივდივარ. თან ტალახიანი ვარ და რაღაცა ეგრე მივდივარ. რას ხედავ სარკეში. დუტი ხო სულ ტალახიანი. ყველაფერი. დუტში რაც არის ყველაფერი ტალახიანი უკან ზურგია, ხელები. და შარვალი უკან საჯდობის მხარე მაქვს სუტალახი. კაცმედას არ ექვემდებარება ეგეთი ტალახიანი. ასევე დუტი შიგნიდან რაზედაც მეცვა. ის ქვემოთ ეთყობა ჩაწეული მქონდა კარგად, რა ვიცი, არ შემცივდეს თქო. ეგ ხო იცი როგორ ტალახიანი რომ ნუ სულ უნდა გაიხადო. სხვა უბრალოდ არ არის გარეცხო და მე ჩაიცვა, მაგრამ ანუ სად გავრეცხო? კი გავრეცხო, მაგრამ რა ჩავიცვე, თუ გამოსაცვლელი არა მაქვს წაღებული. ვინმე რამე მათხოვოს, ვინ უნდა მათხოვოს, გეხვეწებით, ჩემი წუდის ადამიანი, ახლა მანდ ბევრი არ არის. ავედი, ჯერ სველი ხელსახოცებით აბა ვიწმინდე, უკან ვიწმინდე, აზრი არ აქვს, ტალახიანი ვარ. ზედა გავიხადე, შიგნიდან რაცა შავი ზედა მეცვა, ბრეტელებიანი მე ჟაკეტი ჩავიცი, გარედან მე სხვა მათხოვა ჟაკეტი, ეს ცოტა სველი კი არა და კარგად სველი მქონდა ეს საჯდომის ადგილი, ტალახიანი რომ გავიწმინდა და ანუ სველი იყო რა, მოვიხურე, რო რა ვიცი, ჩავთბი თუ რა ვქენი, არ ვიცი. და ეგრე ხა სად გავრეცხავდი იმას, მაინც არ გაუვიდა ის რაცა შავე ზოლებს რო ტოვებს ტალახი. მივაფინე რადიატორებზე ეს ზედა გადავფინე რადიატორზე ის სველი ადგილი რომ მალე გამშრალიყო და ნუ სადღაც ძალიან მალე ნახევარსაათში უკვე მშრალი იყო ეგ მონაკვეთი პატარა მონაკვეთი რა რაც გავრეცხე აი
სახში მოვედი, მე ხომ მეგონა რომ ძალიან სუფთა წამოვედი იქიდან და აი გაიწმინდა და ნუ მეთქი ახლა ღამეა და კაი ვის შეგამჩნევს. ხალხო, სახში მოვედი და გავიხადე. იცი და რას გავდირო. ეგრევე ყველაფერი შევყარე სარიცხის მანქანაში. ჩვეულებრივ ტალახიანი ვიყავი ისევ. და მადლობა ღმერთს ახლაც რა ვიცი უღოცი უფას მადლობას რომ მეორედ გადავრჩი. ნახეთ, მეორედ გადავრჩი. იმავე ეზოში ერთხელ კი რაღაც რა ვიცი დავიტეხე ყველაფერი და კი გახსოვთ მე რენტგენზე გამაქანეს და დაბეჟილობა რომ მქონდა და მეორედ ახლა გადავრჩი რა ეს ხმაჯა და ცოტა ძალიან ისე თამამად ვერ მაქვს მტკივა, მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ გადავრჩი ნამდვილად არაფერი ისეთი არ მტკივა რომ აი ხა რაღაცა პანიკები ავწიო. არ ვიცი უბრალოდ რისი ბრალია ფეხი გამიცურდა, მაგრამ რა ვიცი მე ერთმანეთს უთხრათ გოგოება რომ იქით არ მიხვიდე ძალიან სრიალებს გვაცაცა იქცა. ჩემ მაგალითზე გავიგეთ რომ იქ აღარ უნდა მივიდნენ სანამ ნუ არ აშლება კარგად რა. ან რა მინდოდა მე რომ მივქანდი. ბავშვები ეხლა აქეთ დაცულად ადგილას იყვნენ სადაც არ სრიალებს, მაგრამ იქ მე რა მინდოდა რომ მივქანდი. რა უნდა ამეღოთ მოკლედ არ ვიცი რა მნიშვნელობა. აი ესეთი ადამიანი გახლავართ ბატონო. ადამიანი რომელსაც შეუძლია წამში შეცვალოს რეალობა. ჯერ ხა ადამიანებს ჩვენ საერთოდ წამში შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ. მიირთმე მარიკო? მიირთმე? არა? ხო კარგი დაისვენე დედა. და მე მით უფრო, ანუ წამიც არ მჭირდება, ის თავდაღირა შემიძლია გავაკეთო ყველაფერი. ჩემ ქალბონდ შენ ბავშვ როგორ განდობ არ ვიცი. ყველგან როგორ შენ უნდა ეგდო იატაკზე, აი რანაირადო და მეთქი აი გეღვეწები რა. ესეც სასწაული ადამიანი. მაგრამ რა ვქნა? რა გავაკეთო? რა ვიცი, ხოლმე წავიდე რომ მივდივარ, უნდა ვიკითხო ან გიშერი ან რაღაცა იქნებ რაღაცა უნდა ვუშველოთ ჩემ თავს და ვერ გავიგე რა. თუ იცით დამიწერე. კეთრინ ოჰარა, რომელიც არის მსახიობი და ჩემი ბავშვობა, ანუ ჩვეულებრივად, აი ახალი წელი ჩემთვის არის ეს ქალბატონი, მისი ფილმი, ეს ადამიანები ზოგადად და ისე გული დამწყდა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა და აი უსაზღროდ მიყვარს ეს ფილმი ზოგადად და ვინც ამ ფილმში მონაწილეობს, ვთვლი რომ ყველას საუკეთესოა და აი ნუ გასაოცარი ფილმია და იმდენად მიყვარს რომ ნუ აი არ სიტყვები არ მყოფნის. მარტო სახლში ყველას გეცოდინებათ, დარწმუნებული ვარ, მით უფრო ვინც ჩემი თაობა ხართ და თუნდაც ჩემი წინა თაობა ძალიან კარგად გეცოდინებათ. ახლანდელ თაობას ვერ გეტყვით რამდენად ეცოდინება, იმიტომ რომ რაღაც ცოტა სხვა ლეველების ფილმებს უყურებენ და ვერ გეტყვით. თუმცა ჩემი ბავშვობა ვინც ხართ, ეს ნამდვილად ძალიან კარგად გეცოდინებათ. მარტო სახლში, რომელიც არის ბიჭუნაზე, რომელიც რჩება მარტო სახლში და მერე ვითარდება საოცარი სიუჟეტი. საოცარი ამბები, როგორც ცდილობენ ქურდების სახლში შესვლას და რაებს აკეთებს ეს ბავშვი, რომელიც აბწუხართ უკვე გარდაცვლილია. ძალიან დიდი შემოსავლის მქონე ფილმი იყო ეს და რა თქმა უნდა ვინც იყვნენ ამ ფილმში მონაწილეები მთავარ როლში ძალიან დიდი ჰონორარები გადაუხადეს და მით უფრო მთავარ როლში ვინც იყო და ბავშვობიდან ფაქტობრივად იყო ვარსკვლავი და ამბობენ რომ იმდენად დიდი ვარსკვლავი იყო და იმდენი რამე გაიარაო პატარა ასაკში რომ აღარ იცოდაო რა ექნაო და ბოლოს კი მოიკლა ნარკოტიკებში. კიდე მობძანდი თავი ერთი წუთი. რომ აღარ იცოდაო რა ექნაო და მოკლედ ალბათ მაგიტო დაიწყოო ეს ნარკოტიკების მოხმარება. რატო დაიწყო მაგას საერთოდ არაფერი კავშირი შეიძლება არ ქონდეს იმ ყველაფერთან, მაგრამ სადღაც რა თქმა უნდა არის ის რომ ძალიან
მაღალ წრეებში ხვდებოდა პოპულარობიდან გამომდინარე და შესაძლოა კი იყოს კიდეც თავში, მაგრამ ეგ არავინ იცის, არც აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ვერ მოერია თავს მიუხედავად რაღაცა ნაბიჯებისა. სამწუხაროდ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა ძალიან და ძალიან გული დამწყდა რომ ვერ განავითარა მისი სასწაული სიკაშკაშე და რაღაცნაირად დაგვტოვა ბავშვობაში, იმიტომ რომ მე ხა მისი ფილმი ესე არაფერი არ მახსენდება. ესე რომ კაშკაშებდეს ამ ფილმის გარდა. ხანდახან არის ხოლმე, იცით რა, რომ ერთ ფილმს ითამაშებ, ერთ როლს ითამაშებ და იქ სრულდები. იმიტომ კი არა, სხვა როლებში ცუდი ხარ, არა. იმაზე მაგარი ვეღარაფერი გააკეთე და იმაში გიპოვა ადამიანებმა, მსოფლიო. მივთვიდე, მოbrunდი აქეთ სიყვარულო, თორე შესაძლოა გენიალური როლები გქონდეს ნათამაშები, მაგრამ მაინც იმით ახსოვდე რა. ეს ძალიან ცუდია, რომ გშტამპავს, აი ძალიან ცუდია ხა როგორც მსახიობი თამაშებით და გითხრათ, რომ ეს არის ურთულესი გზა, რომ ის მიმიკები, ის ჟესტიკულაცია, ის ყველაფერი, რაშიც აი გაგიჟდა შენი მაყურებელი, აღარ გაიმეორო სხვაში და რომც აღარ გაიმეორო და ამას ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება დამიჯერეთ, იმას ეძებს ხალხი კიდევ და მე ის კი აღარ მოსწონთ, თუნდაც გენიალურად ითამაშო. სხვა როლი მაინც ის უნდათ, ის მოწონს და იმიტომ მოვიდნენ შენთან, რომ აი ეს მოწონდა, ამ დროს სხვა როლს ახვედრებ და აღარ მოსწონთ. ეს არის, როცა იშტამპება მსახიობი და სამწუხაროდ ძალიან ბევრია. ნუ შემიძლია დათა თუთაშხიაზეც იგივე ვთქვა, მეღვინე თუ ხუცესზე და ძალიან ბევრ პერსონაჟზე შემიძლია იგივე ვთქვა, რომ რაღაცნაირად თითქოს დაიშტამპნენ და არის ძალიან სამწუხაროა. მოდიდე, მარიკო. მოდიდე. არის ხოლმე, რომ ზუსტად იმიტომაც გიწვევენ, რომ აი ის რაღაცა მაგარი ითამაშე და თითქოს იგივეს გთხოვენ რა, რომ აი იგივეს გთხოვენ, მაგრამ არც ერთი მსახიობი არ უნდა დათანხმდეს მაგას, რომ დაახლოებით იგივე ითამაშო, იგივე მანერებით და რაღაცებით, იმიტომ რომ ფაქტობრივად ერთი და იგივე გამოდიხართ და ეს აღარ მოწონს მაყურებელს, რომ ერთი და იგივეს იმეორებ, ეს არ მოწონს არავის დამიჯერეთ. უბრალოდ ის რაღაც უყვართ და იმას ეძებენ, თორე იგივეს რო იმეორებ სხვა როლში. მე როგორც მსახიობს აღარ მომწონს მერე, ანუ ეს რო ვუყურო ვიღაცას და ერთი და იგივე იყოს. არიან კიდევ ჩემი თაობის მსახიობებიც, რომლებმაც ითამაშეს ის როლი და არიან. ყველგან ერთი და იგივე არიან რა. და ამ დროს ყველგან ერთი და იგივე, იმიტომ კი არ არიან, რომ იქ რაღაცა გენიალური გააკეთეს. არა, უბრალოდ თავი ითამაშეს და აღარ ავითარებენ არაფერს და იგივეს იმეორებენ ყველგან. ყველა სპექტაკლში თუ ფილმში თუ ნუ ასე შემდეგ. ორზე მაინც უნდა გავიდე ყველა ვარიანტში 2:15 წუთია თუ მოვასწარი, იმედი მაქვს. მოდიდე სიყვარულო. აუცილებლად უნდა გავიდე, იმიტომ რომ ავტობუსით უნდა გავიდე და როდის გავჩახჩახდები იქ. ხელფასი ჩაირიცხა, ასე რომ გავქანდეთ და დავიწყოთ კოლექციისთვის მზადება. კეთესეთი ამბები გოგოებო. ჩემი თავდაყირობის ამბები მოგიღე. ჩემთან მაღლა წავემწვაც. გაუბრაზდი და არავედი. ჯერ კი არ შემწვარა კაცო, მაგრამ ანუ ბუხარია ანთო მამაჩი მამაღლა. ხო და იქ კუსკუსობენ იქ რაღაცა საყვარლად მოიტანეს ხორცი. ხო და მეთქი აქ მივირთვა თქო რა, აქ გავშლიდი რაღაცას ყველაფერს მოვაწყობდი ისე რაღაცა მყუდროთ და სიგარეტს არ გვაწევინებ, ასე ისე ასე კარგად ზანდებოდეთ, მე თუ სულ არ მდე თქვენი მწვადი, გაუბრაზდი ძალიან. სახში მითხრა არ მოგაწევინებთ, ეგ ტყუილი ამბავი. ეხლა მაღლა მამა მის
კი იცი თქვენ ახლა ჩვენი მისაღები რამ ხელაა ხალხო იქ რომ მოწევდა ერთ კარს გააღებ ანუ ეგრე სადღაც დგება ბოლი და გადის და აქ არავის არ აქვს მნიშვნელობა ოღონდ ვინ იქნება არავის აქვს უფლება მოწიოს არავის ქმარი მამა პაპა ბებია თუ ბაბუა თუ იმის ბაბუა თუ რა ვიცი რომ ვიღაცა ციდან ჩამოფრინდეს არ და მორჩა ხა დედაჩემი რო აქ იყო საქართველოში ხო სახლში სახლში იქ შანსი არ არის მამაჩემიც ვეღარ ეწეოდა იმიტომ რომ ნუ დედაჩემა არა ყველაფერს უნიასწის მერე და ასეც არის ხალხო ავერს კედლებს ყველაფერს და დედა რო ჩამოვიდა და იბრძოლა მოკლედ ბრძოლის ველი მოაწყო საერთოდ აღარ იდგა სახლში სუნი ეხლა რო შევდივარ აშკარად ვგრძნობ მართალია ხა ყოველ წუთას სახლში არ ეწეოდა აივანზე გადის მაგრამ ხანდახანაც რო ეწევა ხო აი ის მაინც დგას ხო ხვდებით მე ვგრძნობ ყოველ შემთხვევაში და აქ ნამდვილად გამორიცხულია ვერ იმიტომ რომ აქ გძინავს აქ ვართ და ბავშვი და ვერანაირად ხა დედა არის მოსაწევის სივრცე გაბრძანდი მოწიე აჰა დედიკო მარიკო და დედა რო იყო მოკლედ აქ იზიანიავა სახლი და ის სამი თვე და ისე რომ საერთოდ აღარ დგას სისუფთავის უნს გარდა ნიკოტინის უნი აღარ იყო მაგრამ იტყვიან ხოლმე რომ სტუმრები რო ყავს და მე რა თუ მოწევენ და ანუ სტუმრები რო ყავს რა ეხლა ვერ გავიგე გადი და მოწიე სივრცე ხო არის მოსაწევი ნახე რომ არ იყოს სხვა რამეა სტუმარი და საწავიდეს თუ არა არაფერი არა ივანი ანუ საწავიდეს შენ თვითონ გრძნობ რომ ვაიმე სად გაუშვი ხო ეს ადამიანი მწეველია და ნუ კაი ფანჯერასთან მაინც მოწევს თუ რაღაც არ ვიცი მოკლედ და როცა არის მილიონი სივრცე მაგისთვის კაცო რატო უნდა გამიბუყო სახლი ვერ გავიგე და მე რევანიავო სამი თვე დედიკო წამოჯექი მე ჩქარება წასასვლელი ვარ მალე მოვალ დე ჩემი აქსესუარებისთვის უნდა ვიყიდო რაღაცეები დედი ნაჭრები და რაღაც მოდი ჩქარა თუ შეიძლება დაუჩქარა რა დე შენ რო იდატოდა არ გაშრა ჭამე დედიკო ჭამე ყველაფერი სახლში მაქვს მოტანილი რაღაცეების გარდა მოკლედ ეს ამირია გეგმები რამდენიმე დღიანმა გაცდენა მაგრამ არა უშავს ეტაპობრივად ვიყიდი რაღაცებს რა არის გოგოებო იცით მასალა უნდა გქონდეს ცოტა ბევრი და რატო რომ მრავალფეროვანი რაღაცები შესთავაზო ხვდებით უნდა იყოს მრავალფეროვანი თორე სხვა შემთხვევაში ანუ ვერ იქნება ეგეთი მრავალფეროვანი რა მასალა თუ არ გაქვს ფერადი და ისეთი ცოტა სხვადასხვა ფერები და რაღაცა ხო სულ ერთ ფერში ხო ვერ გააკეთებ და ის ერთი ფერიც ხო უნდა გქონდეს ბევრი ამიტომ ჩქარა დედიკო დედა რამდენ ხანს გელოდო ეხლა ანუ ხო ჩქარა საყვარელო ხო და ეს ჩემო გოგოებო წავედი ახლა მე ნელა მომწეთ მოკლედ შამპუნით ჩამომიცუნცულეს მწვადი რომელიც გადამოვიტანეთ ხა თეფშზე ხო და რომელი მივირთვათ მე უკვე სხვა რაღაც მივირთვით იმიტომ რომ გაფრაზებული იყო და მწვაძერ დაველოდე მაგრამ აი არ ვიცი რომელი მივირთვეს ყველა ჩემია რომელსაც ვიტავირთვე მაგრამ იდეალური ეს რა არის ქონი ხო არა აქ მე ვერ ვიტახო იცი ცოტა ქონი მაინც რო აქვს მორჩა ვეღარ შევჭამ იმას ხო არ აქვს ძალიან წვნიანია ნაზი ხორცია კარგად აქვს მარილი მე ნუ მარილით მიყვარს კარგად რო აქვს და არის ბუხარში შემწვარი ხოჭა კარგი ხო მწვადი პურის გარეშე ესეთი ამბავია რაღაცა არ მესიამოვნა
მოიცათ. ბარე მოდი მე მეტად რა გადავასხე. მივაყოლოთ. ამ ბოლო დროს შემიყარდა პომიდორის მჟავე, რომელიც შემიძლია თქვა, რომ არ მიყვარდა. ანუ კი არ მეჯავრებოდა. არ მეჯავრებოდა, მაგრამ აი რო გითხრათ, რომ ვაიმე და გიждდებოდი, მოგატყუებთ, ანუ. და ძალიან მიყვარს. ასე ძალიან რატო არ მიყვარდა, არ ვიცი, ეხლა როგორც მიყვარს. არ მინდაში შეჭმული 2 ნაჭერი მწვადი. წავედი ახლა მომემზადო და წავედით ბარათაშვილზე. მერე თუ ენერგია მეყო და უნდა მეყოს, წავიდეთ სამგორში. იმიტომ რომ სამგორში კიდე სხვა რაღაცები უნდა ვიყიდო. მაგრამ არიო მანანას საგალენტერიოსთან გვერდით კიდე სხვა მაღაზია, სადაც შემიძლია რომ ის რაღაცები ვიყიდო, რაც სამგორშია, თუ არ ვცდები და მან ცოტა ძვირია. მოდი მოკლედ წავიდეთ. და თუ გადაღების საშუალება მექნება, აუცილებლად გადავიღებ. მაშინ ვაგზალზე რო ვიყავი, ვერ გადავიღე ის ბისერები და რაღაცები, იმიტომ რომ სივიწროვე იყო, ბევრი ხალხი იყო და თქვა გადაღების დრო არ უკარი გიმედგა. აქ ვნახოთ როგორ იქნება და ავიდეთ. ჩვენი მომავლისათვის შევქმნათ რაღაცები. ძალიან მარტივი მოსაგნები ყოფილა. ზუსტად ბარათაშვილის ხიდზე არის ბოლო გაჩერება და ბოლო გაჩერებიდან დაახლოებით რა ვიცი 10-15 ნაკუთში. გახლავთ აი ეს არკა, რომელშიც უნდა შევიდეთ. აი ეს არკა გაჩერებასთან არის 2 ფეხის ნაბიჯზე და მივდივართ არკაში. ვისაც დაგაინტერესებს მძივები და რაღაცები, რა ვიცი, ხო ხართ მის აკეთებთ. ახლა ჩვენ დავტოვოთ მანანას საგალენტერიო. გავატაროთ მანქანა, აქვე არის ხილბოსტანი, სხვათა შორის. გახლავთ. კარგი, ახლა ვეძებთ მანანას საგალენტერიო. ნუ იტყვი და ძებნა არ ჭირდება, იმიტომ რომ გამოხვალთ თუ არა. უოლა, შემოვხვებთ და ჩავბრძანდებით მანანას საგალენტერიოში. წავედით. გჭირდება ესენი. ეს მარჯანია, ხო? ხო, პრესიო. დიახ. აი ეს. მაგის ის არის. რა ქვია ანუ ამას? ისა ტრიპა, ეს გულები მარჯნის პრესია თუ იმას ფირუზის. მარჯნის არის, ხო, ანუ? აი ეს მეტრი, ხო? აი ეს 100 ხმა, ხო? ხო. აი ეს. არ ვიცი, მაგრამ იქ არიცით. მოკლედ არასწორად ამოვედი. გზაზე. აქედან არ არის ავტობუსების, საითაც გავჩერდი, გიდნო ყოფილიყავი და მე პირიქით წამოვედი. ახლა მივდივართ იქით მხარეს. ნებისმიერ მეტროსთან ალბათ ნაძალადებია, მეტი სხვა რა გაივლის. და კიდე მივდივართ უკან ვარკენოში, სამგორში. 192-193 ლარის. გახავთ აი ეს. ხო და ყველაფერს დაგათვალიერები. ავტობუსში ამოვედი. ჩვენ კაი ხანენა გავა. წინამბა გუჩოს გამოსწრო. მაგრამ არა უშავს. რეალურად ნახალოკიდან ძალიან უცებ გამოდის, თუ საცობი არ არის და დილით გამოხოთ ყოფილება
არა გაითვალისწინებთ ვინც ყიდულობთ ნანას საგამენტერიაში რამეს რომელიც საკმაოდ დიდია და დაყოფილია სივრცეებად თქვათ ნაჭრები ისე შემდეგ ტყავებს და რაღაცებს იქ ვერ იპოვით და რაც არ მომეწონა ეს არის რომ თვლები და რაღაცები ბევრი არის ცალობით და არა წონით რაც ვერაცვირია აღარ გადახვდით გზაზე გოგოებო გამოხვალ სამაღაზიიდან 5 ნაბიჯია გაჩერება და იქვე შეგიძლიათ 395 ჩაიშლეთ ვინც ნახალოკა მუხტენის მიმართულებით მივცენდებით ანუ ჩემი ტერიტორია რომელიც არის იმას გეუბნებით სხვას ვერ გეტყვით იპოვე თავარი ამოსასვლელიდან რომ ამოვდივართ ხელმარცხნივ უნდა ვიაროთ პირდაპირ და ცოტა დაბლა მაგრამ ახლოს მეტროსთან შევიდეთ და ვნახოთ რა აქვს ამას ვუყურებ და თელი სულით და გულით ვგვიწყდებ რომ სახში მინდა წავიყვანო ანუ ვერ წავიყვან სიყვარულებო ამას ვუყურებ რომ ხელა ეს რომ გამოფრინდეს გალის გასუფთავების დროს მე პარაშვიდები შაბათი კვირა ჩემი პარაშვიდები ეს ნახეთ ამას ვუყურეთ ეს ღაბუა რა დღეშია ანუ მიყვარხართ მაგრამ მარიამარო ეს ნახოს გააფრენს აი ეს რა რენეჟები ხართ თქვენ ბაჟიშუნებო წავედით ჩვენი 100 ლარის მატერიაც გავიყოლოთ სახლ ვიყიდე გამოვედი სულ გამომივიდა თითქმის 100 ლარამდე მაგრამ რა თქმა უნდა მიღირდა თან ძალიან მიღირდა ანუ რაც ძალიან მჭირდება რეალურად 50 ლარამდე იყო ანუ 50 ლარის იყო მაგრამ კიდე სხვა რაღაც დავამატე და ნუ მთლიანობაში 100 ლარი დამოჩნდა ისე რომ წავიდეთ სახლში ძალიან დავიყარე დღეს 2 საათის მერე გამოსული ვარ და 6 ხდება მაგრამ საჭირო საქმისთვის ვარ გამოსული ანუ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები ვიყიდე სულ ვიხარ ახლა წერდი დოდანას ბლოგისათვის ვიდეოს და ეს პარიკი დავიფარე ხო და ძალიან მინდოდა რომ თქვენთვისაც მენახებინე ზაკომ გამომიგზავნა ანუ ზაკო ხო ჩემი მომარაგებელია ანუ ხო და ძალიან მინდოდა მენახებინა ჩემი სასწაული პარიკი მაგრამ ყველაზე მეტად რაც მინდა რომ გაჩვენოთ არის ის ამბავი რომ ძალიან მინდოდა ბავშვობიდან მქონოდა ასეთი ხვეული თმა ნუ ტალღოვანი მაქვს და იცი როგორ ტალღოვანი მაქვს რომ არაფერში არ წერია რა არც იქით არის არც აქეთ არის და ვგიჟდები ანუ ისე მომწონს რომ სიამოვნებით გავიკეთებდი დახვევას უბრალოდ მგონია რომ ესე კარგად ვერანაირად ვერ გაკეთდება დახვევა აი ვერანაირად ძირითადად მე ვისიც მინდა ხავს ცოტა მატყლივით ადევთ ხოლმე და ესე ლამაზი აი ხთობის შეცალოში სად შეიძლება რომ გავიკეთო ვცადო ან ძალიან მომწონს გიჟდები სულ მინდა რომ მეფაროს ხოთაშურის თეთრიც წავედი ყოვა მომიტუყა დემდენი ვიტლი კიდე მქონი გაცივდა